მოგესალმებით მეგობრებო, ეს უკვე გახლავთ მეორე დღე. დილა, არ ვიცი, დაახლოებით 9 წუთები იყო. მამალთან ერთად თუ გავიხეთ. ხო და შევდექი სახის მოწესრიგებას წინ მიდევს ყავა, ძალიან ბევრი საუბრობდით, ბევრი რა უთხი ადამიანი, ამიტომ ესე ხმით ვერ შემოგთავაზებთ. ნეტა მართლა მასე სწრაფად ხდებოდეს ყველაფერი, როგორც კადრში. მე და ჩემი მამთილი ვსაუბრობდით იმაზე, რაც ხდება დღესდღეობით, რომ ყველაფერიო არეულიაო, მეუბნებოდა და ნამდვილად როგორ შეიძლება არ დავეთანხმო. დედამთილიც აქ იყო, ჩემი ვსაუბრობდით, მოკლედ ძალიან დიდი დილის დისკუსია გქონდა გამართული და ყავა ისე მესიამოვნა ხალხო, ისე მესიამოვნა, რომ აი რა გითხრათ. სახლში დავლიე პირველი დილის ყავა, იმიტომ რომ მიდოდა მამთილთან ერთად მიგვერთმია, ამიტომ დილით შევიკრიბეთ შინ. შემდეგ იყავა უკვე გარეთ იყო, მაგრამ ეს იყო შიგნით. ხო და ამიტომაც გახლავართ ესეთი გადაჩეჩილი. და ისეთი ამინდი იყო, რომ მეთქი რაღაცა უნდა დასხოს, იწვიმოს, ვფიქრობდი ნაწვიმარიც იყო თითქოს. მაგრამ აი ამინდმა მართლა პატივი მცა სოფელში და ამისათვის დიდი მადლობა. საკმაოდ დიდი ხანია სოფელში არ ყოფილვარ და მივხვდი, რომ რაღაცნაირად ეს სიმშვიდე მომნატრებია. თან ჩემი მეუღლე სოფელი ესეთია გოგოებო, რომ არ არის რაღაცა და გზის პირა და ქაოტური და ასე შემდეგ პირიქით, ანუ ზედმეტად ჩუმია ჩემი აზრით. უფრო მჩქეფარი მიყვარს ცხოვრება, ვიდრე ესეთი რაღაცა სიმშვიდე, ზედმეტად სიმშვიდე, სხვადასხვა დამსვენებლების იმდენი აღარ ჩადია და არც ბევრი მოსახლე არ არის იმ კონკრეტულ ასახლებში. თუმცა აი ამ ქალაქიდან გაგიჟებული და თავატკიებული რომ გავიქეცი, აშკარად ძალიან დავწყმარი. დაგვრჩა, მოკლედ ცომიც და ხორციც და ყველაფერი შესაბამისად. მეორე დღეს გავაკეთე, როგორც ხედავთ, სულ ქვილი ვარ თავიდან ფეხებამდე. რას ვიზავთ? ხლაო სექტემბრიდანო მარტივდებაო, პრავების აღებაო რა, ყობა მითხრა. აგერ ჩემი დილის კუნწულები, ქვაბში თავსიკლავებიზე ძუხს და მზადდება, რადგან დაგვრჩა გავაკეთე. და ასევე ეგრეთ წოდებული თათარ ბერაკი, რასაც ჩვენ მეძახით. დაჭრილი ცომები, ესეც დამჩა და მეც ომის გადაყრა არ მიყვარს, ამიტომ ამას ვაკეთებთ. ეს კი გახლავთ, ვაიმე და ჭარხლის ფოთლები და ვაკეთებთ ჭახრაკინას. ამისათვის კი უნდა მოვზილოთ ცომი. ხო და მოკლედ ჯერ უნდა დაიჭრას. გასუფთავებულია, ჯერ უნდა დავჭრათ, მაგრამ მანამდე უნდა მივირთოთ ხინკალი. აი ხუერ რომ სადღაც ან კომფორტულად ხარ და სამზარეულოში ვარ ზუსტად. არიკო უნდა მიირთვას წიწიბურა და უნდა მიირთვას ჩემა გოგომ. ხოდე? დარარირა მადარები. ანუ რა ჯობია ამ გარემოს ხალხო, დასასვენებლად სასწაული. მიყვარს ხალხდაულობა განაარდოს, მაგრამ ეხლა დიდია და ხო.
ხო, რასაც თხელი პირი აქვს, ის დაწვავს. თლად ახლა ზოგზე სიმრუხე თუცის ხესაჩრდილობელი სასწაული, ოღონდ აგვისტოშია უკეთესი, ახლა სცვივა. შევიდეთ ასევე ყვავილების პატარა სივრცეში. ხო, ეს მიმაქვს თბილისში, ოღონდ ახლა რა თქმა უნდა ამას ვერ გადარგავ და ვერ დააფესვიანებ, ახლა ამისის არ არისო ჩემმა დედამთილმა. მერე ეს მინდა მაღლა ან მეოთხე სართულზე ან დაბლა, არ ვიცი სადღაც უნდა ვუქნა მოკლედ რამე, იმიტომ რომ ამაზე ვარ უბრალოდ გაგიჟებული ამ ყვავილზე, ულამაზესია. ესეც მიმაქვს მერე, ოღონდ და შევიდეთ და ვნახოთ ვარდები. აქ გვაქვს ეგრეთ წოდებული საბძელი უკან, თივა სადაც ინახავდნენ, ეს დასანგრევია სრულად აქ. ყვავილების სივრცე უნდა გააკეთოს დედამთილმა. შევიდეთ. გაიღე ხა მეგობარო. ვაირაპაკე მომიქსოვეს შენამახელებმა. ეს მიმაქვს გიჟდები სულ რო არაფერი, აი ესე რომ უკვე ვაფრენ ისე მიყვარს. ძალიან იქით არ მინდა შევიდე, იმიტომ რომ ეს არის ტალახია, მაგრამ მეორე მხრიდან შევიდეთ. ხო ეს ალუბალია, მაგრამ არასხი არას ვისამთ. როგორი ამაზე მეტად აღარ იშლება ესა. მე ესე უფრო მომწონს ვიდრე გაშლილი. ძალიან ლამაზი. ვა, ეს რანაირია, ღმერთო რა ლამაზია. ძალიან ლამაზია. ძალიან ლამაზია, ღმერთო მაღალო. მიდის ჩემთან ერთად თბილისში ეს სილამაზე. ნახეთ რა ლამაზია, ხალხო გადარეული ვარ. ეს ძალიან უცხოა, აი ძალიან. თან უცხო. სალათის ფურცლები. მარიკო უსუნე. ჰადედიკო, აი ამას უსუნე. უსუნე და კარგია? იყავი დე? აი იყავი, სად მიდიხარ? ეკლები აქ დე. ხო დე. აქ უნდა წამოვიყვანეთ მამა ჩემს და ჩამოსულიყო ბაქაქურებში, თუმცა გაგვიმართლა და აღმოჩნდა, რომ ჩემი მეუღლის ნათლის ოჯახი მოდიოდა სოფლიდან თბილისში და რაღაც უნდა წვალო მამა და გამოგვიყოლეს და მარიკას აქედანაც მადლობა, გადასარევად ვიმგზავრეთ, აი გადასარევად. არ დამძინებია მანქანაში, მაგრამ დამეცინა მე სახლში. გადაყვავილებული იყო ეს ყვითელი ყვავილები.
რა არის? ჰა? გაგატირებს. ვერ გავიგე, რა გატირებს? ჰა? ხელი არ დაგესოს ხოს დედიკონა. აი ულამაზესია. მარიკო რა ლამაზი კაბაკაცია დედა. დილამშვიდობის მეგობრებო. მოგესალმება თქვენი უტკუნა მზის ხივი და კი მოგიტანეთ აგემზე. დავიწვი როგორც ხედავთ სოფელში. გოგო გუში ვიდეოს რო ვიყურე დადებოს რაღაც მომენტში რაც ზულის ხმა მესმის და ანუ და რამდენჯერმე განმეორდა და არც ჩიტი არაფრის არ არის ანუ და არ ვიცი გადაღების დროს მითხარით აბა რასე წვილია რა აი არაბუნებრივი რაღაც თითქოს ტელეფონის პრობლემა როა თუ რაღაც ეგეთი ანუ ეგეთ შეგრძნება მაქვს რა ხო და ანუ გადავირიე რომ ნახე ანუ აბსოლუტურად სიჩუმეში და იმაში რატო უნდა იყოს ეგ ხმა ხო ხო და დავიხრუკე ხალხი გუში ისე დავიწვი ჭახრაკინების დღე მოვაწყეთ წამოსვლამდე ასევე მწვანე ლობიოს დღე მოვაწყეთ წამოსვლამდე ასე რომ რამდენიმე 1-2 დღე იმდენი რამეა სახლში მეთქი რომ დაგჭირდებათ არაფრის კეთება მეგონება 20 კაციან იმას ველოდებოდით რა ქვია აი მე ძალიან დამწყა ჭახრაკინას როგორც ისიც ჭირდება ყველი ხო და დედამისს ჰქონდა ყველი დარჩენილი ძროხა რო ყავდა რა გაყინული ჰქონდა იმ დროიდან ხო და ცოტა გაალღო რაღაც გამოატარდა აი უგემრიელესი იყო ხალხში თავსი იყო რაღაცა აი ცომი მე მოვსილე ეგრე კი არ არის ხო და ძალიან გემრიელი იყო ამ წამს ვესაუბრე გზიდან და მოთხარ ჭახლის ფოთოლი თუ გაკობა რომ ჩემო გამოატაეთ თავეთქ გამოვატანო ქვემაქო ბოსტანშია და რა მოხალნერი კიდე გავაკეთეთ მე ვთქვა რა ვქნა ძალიან უყვარს ჭახრაკინა ხალხო და სხვადასხვა მე რა ვიცი ბოლო რამდენიმე წელია მაგ ჭამა დავიწყე თორე არ მიყვარდა არც გამიხილავდი რომ მეჭამა და ახლა რატო არ გაგიჟებული ჭახრაკინაზე არ ვიცი მოიცადეთ იკორწო
აქ გეკითხებით, რომ აი ეს სამ ღერნახევარი ღინღლი თუ რაღაც აი ეს წინ რომ იჩანს ეს კოშმარი თქვენთანაც სარიზრდება? აი ეს გიჟდები. აი გიჟდები, ესად მეტორღიალება. გიჟდები, ნუ ვერაფერი ვერ ვუშველე. არ გაიზარდა, ფაქტობრივად რაც დავიბადე იმისფერი ასე ვარ. ეს ადგილი რაღაცა ხო აქ ქალბატონი გაცხარებული ცეკვავდა მუსიკის ხმები იყო ჩართული, მაგრამ რა თქმა უნდა ხა აქ არის. აქვე გეტყვით TikTok-ისთვის გადავიღე, მაგრამ მე თქვით ერთად წავისვამ. თუმცა ახლა უბრალოდ გეტყვით აი მე წარბის ფიქსატორი ვიყიდე როგორც იქნა, როგორც მე მინდოდა ისეთი რომ ფუფხებს არ იკეთებს და გამხმარი არ გაგა და რა ვიცი გადაზეზილი არ ხარ. ეს ყველას გექნებათ ნანახი საკმაოდ ტრენდული ამბავია და რა ვიცი ყველგან ესდევს TikTok-ზე, თუმცა მე ისიც არ ვიყავი რომ მაინც და მაინც რადგან ძალიან გავარდა და აუცილებლად კარგია, ჩვენ ვიცით ბევრი პროდუქტი ვარდება, მაგრამ ეს უბრალოდ ვარდება. ხო და მოკლედ მეთქი მოდი ერთი დავტესტოთ ხო რა, იმიტომ რომ ჩემ წარბს საშკარად ესაჭიროებოდა და მე ძირითადად ვიყენებ ზოგადად წარბის ფიქსატორს. აი ამაზეა საუბარი, რომელიც თქვენს ძალიან კარგად გეცოდინებათ. თავისი რა თქმა უნდა ფუნჯი მოყვება. ხო და დავტესტე და მინდა გითხრათ 10-დან 10. ძალიან კარგი პროდუქტი. ახლა მისვია. ძალიან მომწონს, სასწაულად მომწონს, როგორც არის და როგორც დგება და საერთოდ. კარგია. ფასდაკლებ დღე და 25 ლარი, კურიერით გადავიხადე 30 ლარი. მომიტანეს სახლში, რა თქმა უნდა. თქვენ არ მოგიწევთ სირბილი, კურიერი მოგიტანთ. ხო იცი, მე მგონი ოდნავ ძვირი ღირს და ფასდაკლება გქონდათ. დილამშვიდობის და მარიკო. რა ლამაზი ხარ დედა? რა ლამაზი ხარ დედიკო? მარიკო. აი ხალხო მოვიდა თქვენი ღვთისწყალობა ცხოვრებაში გამართლება და ასე ჟილი კალი ხო? ეს აი მას ამქენი რა ქვია, ვიყიდე. ის არის წარბის ფიქსატორია და სანამ არ მოკვდები გისვია ხო ცხადია. ეს არ ვარ ხო იცი მაგარ ტრენდშია TikTok-ზე ყველას აი საქონდა და მე რატო არ უნდა მქონდეს ვიზე ნაკლები ვარ ხო და ის არის მივახდი ჩემი ხელფასი და ამოდი უპატრონო ხო ეს არის ჩუტკი უნდა აიჩუტო აბა დამაჩქერდით მე შედაც კალმით მოდა გადაყაჭული მაგრამ აბა ახლა დამაჩქერდი და ისანი რა მომეწონა და თუ გაინტერესებთ სანამ უნდა იყიდოთ მომწერეთ ის არის არა მიხდიან ამაში ფასო რეკლამას მეთმა შეარგოთ რომელი ხალხია ხო ის არის ხალხო ბასეინზე სადმე არის რამე ფასდაკლებები ბასეინზე ახლა მე კებას ბაგაჟი ვერ ვიათხრიშავ რო ის მეწონიას რო გაუძლოს ეგეთი ბასეინი არის ხო მინდა ჩავხტი ამოხტე რაღაცა ვაჭუმპალაო ფეხები ცოტა გავარჯიშდე ხო და დამითაგეთ აბა ბასეინები ხით ესე 15 ლარი არაუშავს გადავიხდი მეტსა არ გადავიხდი ხო გადავიხდი ხო რა თქვენ და დამითაგეთ და ნახავ მე რა პირობები აქვს თუ კოქტეილით შედის ხო იმაში 20 ლარში თანახმა ვარ რა ვქნა მეტი ხო